მე ვარ ლევან დრაილინგი, 19 წლის ალექსანდრეს მამა. 19 წლის ასაკი ამ დაავადებისთვის არის განსაკუთრებული ასაკია რა. იშვიათად არის რომ თქვათ ბავშვს აი სასუნთქი აპარატი არ აქვს. სუნთქავს ჩვეულებრივად ვაკეთებინებთ სუნთქვითი ვარჯიშები, რა ვიცი, ბევრი ვარჯიშები აქვს. აი ჩათვალეთ რომ დილით თუ ადგება რომ დაიწყებს ვარჯიშს, დღეში 4-ჯერ 5-ჯერ მარტო ვარჯიშებშია. ძირითადად ბავშვზე ვართ მიდაჭრილები. ამიტომ ფინანსური მდგომარეობა ჩვენ დიდად არ გამოგვდის, რომ ან მე უნდა ვიყოს სახში, ან სიტყვაზე ჩემი მეუღლე უნდა იყოს სახში, ან ვინმე უნდა იყოს რა ერთ-ერთი ბავშვთან. ისე არ გამოდის რა სხვანაირად რა. სწავლით სკოლაში სიარული აღარ გამოვიდა. პრობლემები იყო რა, რაღაცა მარტო ვერ რჩებოდი რაღაცა. ინგლისური ვისწავლე თვითონ. ინგლისურად ვუყურებდი ყველაფერს თითქმის. ეხაც ეგრე ვარ, ქართულად თითქმის ვაფშე არ ვუყურებ არაფერს. თამაშებს ვთამაშობ რა და მე მაგ თამაშებს ვაედიტებ. მე YouTube-ზე ვდებ. ჩემი არხი მაქვს. იმხელა თანხებზე აქ ლაპარაკი ამ წამალზე რომ თავრობის გარდა მაგას ვერავინ ვერ მოაგვარებს რა. ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან ბევრჯერ ჰქონდა შეხვედრები, რაღაც უნდა შევხვედროდით, მაგრამ რეალურად არავინ არ მოდის. ბევრჯერ არ მოვიდნენ, ბევრჯერ საერთოდ არ მოისმინეს არაფერი. ჯანდაცვის მინისტრს თხოვ რომ ცოტა იჩქაროს, თუ შეიძლება და რაღაცა ელემენტარულად ჩვენს დაგვაიმედოს. რამოდენიმე ბავშვთან აქ ბევრზე არ არის ლაპარაკი რა, ვინც განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ჯერ იმას მაინც მიხედოს. და მე ეს პატარები სანამ რაღაც წამოიზრდებიან, ნელ-ნელა ეტაპობრივად მაინც რამეს გააკეთებენ. ვალდებულებაც აქვთ, მაგათ თავიანთი მოქალაქეები რომ დაიცვან ბავშვები ესეთ მდგომარეობისგან. კომპიუტერში ზიან დღე და ღამე ბავშვები და სოფლიოში რა ხდება, სად არის ეს წამალი შემოსული უკვე ევროპაში რომ დაიწყო ყველაფერი და ჩვენთან ზრა არ არის არაფერზე. ისე არსებობს გამოვიდა ამერიკაში თუ ევროპაში უკვე დამტკიცებულია რა. თუ აქაც მალევე შემოიტანენ კაი იქნება, იმიტომ რომ დრო მიდის და მნიშვნელოვანია ჩვენთვის.